მოგესალმებით, მე გახლავართ მანანა მგალობლიშვილი, ექიმი რეპროდუქტოლოგი და დღეს ვისაუბრებ თემაზე გახანგრძლივებული სქესობრივი აქტი მამაკაცებში, ანუ გადავადებული ეაკულაცია. გამოიწერეთ ჩემი არხი, რათა გაიგოთ უფრო მეტი სასარგებლო და საინტერესო ინფორმაცია თქვენი ჯანმრთელობის შესახებ. ზოგჯერ მამაკაცებს აწუხებთ გახანგრძლივებული სქესობრივი აქტი, რომელიც გამოიხატება იმაში, რომ მამაკაცს აქვს ერექცია, მაგრამ ის ვერ ახერხებს სქესობრივი აქტის დასრულებას და უჭირს ეაკულაცია. ამის გამო აქტი გრძელდება დიდხანს, რაც გარკვეულ დისკომფორტს უქმნის მას სქესობრივი აქტის დროს. გახანგრძლივებული სქესობრივი აქტის მიზეზი შეიძლება იყოს რამდენიმე. პირველ რიგში ფსიქოლოგიური ფაქტორით განპირობებული, რადგან ზოგადად ძლიერი სტრესი იწვევს ყველა სახის სქესობრივ დისფუნქციას. გახანგრძლივებულ სქესობრივ აქტს შეიძლება იწვევდეს ზოგიერთი მედიკამენტის მიღება. ასევე ალკოჰოლის მიღების დროს მამაკაცებს ხშირად უვითარდებათ ეაკულაციის გადავადება და ეს შეიძლება ჩაითვალოს, რომ არის ნორმალური, რადგან ხდება მხოლოდ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ. ასევე ნარკოტიკების მოხმარებისას ან მარიხუანას და სხვა ნივთიერებების მოწევისას, მით უმეტეს თუ ეს ხდება ხშირად, მან შესაძლოა გამოიწვიოს სხვადასხვა სახის სქესობრივი დისფუნქცია, მათ შორის გახანგრძლივებული სქესობრივი აქტი. ერთ-ერთი ხშირი მიზეზი გადავადებული ეაკულაციის მამაკაცებში არის ხშირი მასტურბაცია და აქ იგულისხმება მასტურბაცია რეგულარული, ხანგრძლივი დროის, მაგალითად თვეების, წლების განმავლობაში, ყოველ დღე, შესაძლოა დღეში რამდენჯერმე. საქმე იმაშია, რომ მასტურბაციისას ხდება ძლიერი ზეწოლა სასქესო ასოზე, რის გამოც ის ეჩვევა ამგვარ შეგრძნებებს და როდესაც მას აქვს ჩვეულებრივი სქესობრივი აქტი პარტნიორთან, ამ დროს ვერ იქნება ისეთი ძლიერი ზეწოლა, როგორც ეს მასტურბაციის დროს, ის არასაკმარისად იგრძნება იმისათვის, რომ მოახდინოს ეაკულაცია. ამიტომ რეკომენდირებულია, რომ მასტურბაციის დროს მამაკაცმა გამოიყენოს პრეზერვატივი და სპეციალური ლუბრიკანტი იმისათვის, რომ შეამციროს ზეწოლა სასქესო ასოზე და შედეგად არ მოხდეს დაჩვევა უფრო ძლიერ სტიმულატორებზე.